მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მშვენიერებო და მეგობრებო. ახლა მე თქვენ შემოგთავაზეთ პანდორა რევიზიონის მოკლე ვიდეოს, რადგან მას აქ კიდევ აქვს ჩაწერილი სიმღერა, მაგრამ სიმღერას მე თქვენ არ ჩაგიწერთ, მხოლოდ ვიდეოს, რომელიც ეხება დედამიწის კრისტალურ ველს. უბრალოდ დაისმის ასეთი კითხვა: არსებობს თუ არა დედამიწის კრისტალიკური, უпростоრად არსებობს თუ არა დედამიწის კრისტალიკური ველი. ან ხო, კრისტალიკური ველი. Существует ли кристаллическое поле Земли? ხო, ის ახლა შლის ტაროს კარტებს და კიდევ კითხვა ასეთია: დედამიწის კრისტალიკური ველი როგორ არის დაკავშირებული თუ არსებობს ადამიანების კრისტალიკურ ველებთან და არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მთელ ცოცხალ არსებებთან, რადგან ერთ დროსო წვრილ დონეზე ეს კრისტალიკები ბერს ჩამოართვესო ოკუპანტებმა და ამ კრისტალებს ჩვენ ვაბრუნებთო სეანსების დროს. დიახ, მე ვარ მაგის მოწმე, თუ როგორ ეძებენ ნაწილ მარტო კრისტალიკებს კი არა, ზოგჯერ სულები იძინებენ, ზოგიერთი სულები და ეძებენ შემდეგ ხანსათმოლმობენ მძინარე სულებს ადამიანების, ან ზოგჯერ ხდება ისე, რომ მაგალითად მესამე თვალი არ აქვს ადამიანს, სარდელია მესამე თვალის ადგილი და ბევრი რამის მოწმე ვარ მე, რადგან მე სეანსებს ყოველთვის ვუსმენ და საკურველია მე სეანსებს ვერ გადაგითარგმნი, რატომ და თქვენთვის ეს საინტერესო არ იქნება, მაგრამ მე ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ იქ ბევრ კარგს სწავლობ ამ სეანსების მოსმენისას. სწავლობ და თან ყველა სეანსებსაც ვერ გადავთარგმნი, იმიტომ რომ ახლა ვინც ახლახან დაიწყო ჩემი ვიდეოების მოსმენა, მათთვის ცოტა არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ეს უკვე არა, შურათხობათ არ იხსნ თავი, უბრალოდ ეს არის ვიღაცების კლიენტების სეანსები და იქ გოგოები უყურებენ ამ კლიენტის წარსულს, თუ რამე პრობლემა აქვს, ეს პრობლემა საიდან მოვიდა, შედიან წვრილ დონეზე, შედიან ამ ადამიანის კლიენტის ველში, ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენთვის არ იქნება ეს საინტერესო. მე იმიტომ უსმენ ამათ, რომ ზოგჯერ იქ რასაც თავასობენ ამ კლიენტებს, პაციენტებს, როგორც გინდათ ისე დაარქვით, დახმარების სახით რაღაცას, მე ამას ვიმახსოვრებ და შემდეგ უკვე ვცდილობ ჩემ თავზე ჩავატარო ეს პრაქტიკები. ამიტომ გეუბნებით. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. და პანდორა რევიზიონი ამბობს, რომ ბევრჯერ დაგვიბრუნებიათო ეს კრისტალები საგვარეულო ხაზში. ახლა პანდორა ჯერ აყენებს დაცვას, რომ რამე არ აგვეკიდოს სეანსის დროს, ამ ვიდეოს დროს. ამ დაცვას მეც წავიკითხავ ჩემებურად. მე ვუგრძალავ ყველა დაბალ ვიბრაციულ და ასტრალურ დაბალ ვიბრაციულ სულებს, ყველა არსებებს, ვის დაბალ ვიბრაციულია, მოახდინოს ზეგავლენა ჩვენ სხეულებზე, მათ შორის ფიზიკურ სხეულზე, ჩვენ ველზე, ჩვენ აცთა ფორმებზე, ჩვენ აზრებზე და ვამოწმებ, რომ ასე იყო, ასე არის, ასე იქნება. ვეთანხმები. ან თქვენ შეგიძლიათ ამდაგვარად თქვათ, თუ რეზონანსში შევიდა თქვენთან, შეგიძლიათ თქვენებურად დაიცვა თქვენი თავი. მე ვუგრძალავ
შეგიძლიათ დაიწყოთ ასე როგორც ახლა გეტყვით. მე ვუგდალავ ყველა ბნელ და ასტრალურ დაბავიბრაციულ არსებებს. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. პანდორა ამბობს, ხო, ტაროს კარტი არ გეგონოთ ჩვეულებრივი კარტები. ტაროს კარტი, ტაროს მკითხაობა, მკითხაობა დავარქვათ, მოდის ძველი დროიდან. აგრეთვე რუნებითაც მკითხაობენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მკითხაობა არ არის. რუნების მიხედვით, ტაროს კარტის მიხედვით შეიძლება რამე ინფორმაცია გაიგოთ. ახლა გაშალა ტაროს რამდენიმე კარტი პანდორამ და ეს კარტები აჩვენებს ბრძოლას. რის მიხედვით? ხო, პანდორამ თქვა, რომ ადრე იყო ძალიან მძიმე ბრძოლები და ეს ბრძოლები კრისტალიკების გამო, ამ კრისტალების გამო ახლაც გრძელდება. და საერთოდ ეს კრისტალები ჩვენ მოგცნო იმიტომ, რომ ეს სამყარო შეგექმნაო ამ დუალობის ასე ვთქვათ ფონზე და ჩვენი კრისტალები ნამდვილად უერთდება პლანეტის კრისტალებს სიყვარულის დახმარებით, ხელოვნების მეშვეობით. Но когда шли битвы в этой дуальности? როდესაც ბრძოლები მიდიოდაო ამ დუალობაში, კრისტალები იყო გატაცებული, ამოღებული ადამიანებისგან და გატაცებული იმისთვის, რომ დაერღვიათ, გაეხლიჩათ დედამიწის კრისტალიკური რეშოტკა, ბადე. იმისთვის, რომ გაემრუდათ დედამიწის, ასე ვთქვათ, პლაშატკას რომ უწოდებენ რუსები, მაგრამ ქართულად მოედანი, ვთქვათ მოედანი და აგრეთვე ადამიანებში, არსებებში შეეტანათ გამრუდებები იმდროიდელ არსებებში, იმისთვის, რომ დაუფლებოდნენ ამ სამყაროს. მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ახალ ენერგიებში, მიდის სწავლება, მიდის გაერთიანება მაღალ მეებთან, ჩვენ ყველას ხომ ყავს მაღალი მეები, ხო და იმათთან მიდის გაერთიანება. მიდის გაერთიანება შამბალას მასწავლებლებთან, მიდის გაერთიანება იმ ჩვენ არსებებთან, რომლებიც ჩვენზე მაღლა იმყოფებიან. ყოველ განზომილებაში ჩვენ ყავს თითო ასპექტი და მიდის მათთან გაერთიანება და ბევრი ბრუნდება უკან ბრძოლის მეშვეობით, გვიბრუნდება კრისტალები, ხოლო ჩვენ არ მუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანებს დაუბრუნდეს კრისტალები. წვრილ დონეზე ამ კრისტალების დასაბრუნებლად მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ყველა გუნდს, თუმცა ჩვენ ჯერ ბევრი არა ვართ, მაგრამ ჩვენ მუშაობთ და ეს არის სიყვარული, ეს არის გაერთიანება, ეს არის ძალა, სულის, კრისტალის გაერთიანება დედამიწის კრისტალებთან და ეს არის სწავლება თვით დისციპლინის მეშვეობით, იმისთვის, რომ შევუერთდეთ ჩვენ კრისტალს, იმისთვის, რომ შევუერთდეთ ჩვენ მაღალმეს და ამისთვის, რომ შევუერთდეთ ჩვენ მაღალმეს, ჭირდება ძალიან მკაცრი თვით დისციპლინა. მაგალითად, მასე არ ხდება, მაგალითი მოყავს, რომ შევუერთდი შენ მაღალმეს და მე მიატოვე ამაზე მუშაობა. ყოველთვის საჭიროა ხელოვნების მდგომარეობაში ყოფნა. ანუ უნდა ქმნა, უნდა შექმნა, უნდა ქმნიდე. თუ კრისტალის დაბრუნების შემდეგ ჩვენ კარგად არ მივხედავთ მათ, ამ კრისტალის გადაცემა შეუძლიათ ისევ. რისთვის გვჭირდება საერთოდ კრისტალები? ახლა პანდორამ დააგდო კიდევ ერთი კარტი, ტარო, უბრალო კარტი არ გეგონოთ და იმ ტაროზე გამოსახულია ქალი, დედა, რომელიც ფიქრობს შვილზე, რაც ნიშნავს დუალობას. ბავშვ ღიათ არ აქვსო შესასწრელი კარები, ჭიშკრის შესასწრელი კარები, ესე იგი წვრილი დონეო, დედა კი უერთდებაო თავისი მაღალი მეს მეშვეობით. ბავშვებს ეს თავიდანვე ღიათ აქვთ, დაბადებისთანავე, დედის სიყვარული, დედანაცად გეხვევა შენ და გიცავს ყოველთვის
და ამ ნახატზე მოჩანს სახურავი, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი უნდა კონდესო სახთან. მუდმივად. პანდორა ამბობს, რომ მე ყოველი ტაროს გაშლის დროსო ვდებ ამაში კოდებს, ტვირთავ კოდებს, ყოველი სიმღერის დროს ტვირთავ კოდებს. მე არ მიყვარს ამათი სიმღერების მოსმენა, არც ასტრალიონიკის მუსიკის მოსმენა მიყვარს. არ მოდის ჩემთან რეზონანსში. არ მოდის. ერთ-ერთ სიმღერას მოусმენ და ერთხელ მხოლოდ. არ ვიცი რატომ, არ შემიძლია. ვერ ვუდებ გულს. ვერთ ამათ სიმღერებს, ვერთ ასტრალიონიკაზე ის კაცი უკრავს კარგად. კი, უკრავს, მაგრამ ჩემამდე ვერ მოდის, არ რეზონირებს მაგის მუსიკა. ამიტომ მე არ ვუსმენ მაგის მუსიკას. ჩემზე რეზონირებს კლასიკური მუსიკები. აი მაგალითად შტორმი ვივალდის, პაგანინი, მოცარტი, შტრაუსი და ყველა კომპოზიტორები არ ვიცი, მე არ ვიცნობ, მაგრამ ვცდილობ სიბერეში კონდეს შანსი მოусმინო, გავიცნო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არა კომპოზიტორია. თავადია მუსიკა მომეწონოს. კარგით, მადლობთ ყურადღებისთვის. ხომ გითხარით მოკლე ვიდეო გამოვა მეთქი, მაგრამ ქართასე მოკლე თუ გამოვიდო და არ მეგონა. პანდორა ჩართავს ვიდეო იმას სიმღერას და ამიტომ მეც გამოვა. დროებით